კიდევ ერთხელ მოგესალმებით ახალ ამბებს 6 საათზე ნუცა კოპალიანი გაგაცნობ თქვენ უყურებთ ტელემაესტროს და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. ხვალიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განკარგულებით სწავლა 4 შაბათს შეწყდა, მიზეზი კი უამინდობა და ძლიერი ყინვები იყო. როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, გაცდენილი სასწავლო აკადემიური საათების ანაზღაურება მომავალი კვირიდან მოხდება და მოსწავლეები სკოლაში შაბათსაც ივლიან. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ხვალიდან, აღმოსავლეთში კი 14 თებერვლიდან ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, გუშინ საქართველოში ყველაზე ძლიერი ყინვა იყო, ტემპერატურა თბილისში -10 გრადუსს შეადგენდა, ცალკეულ რაიონებში კი ტემპერატურა -21 გრადუსამდე დაეცა. გადაარჩინე გუდიაშვილი ამ სახელწოდებით მორიგი აქცია გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა, ორგანიზატორი ტიფლისის ჰამქარია. გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ შეიტყო. ჰამქარი რეაბილიტაციის ფარგლებში მისი პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითხოვს. როგორც დღეს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მერიას ამ დრომდე რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია. დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით საპარლამენტო უმცირესობის დაშლას ვარაუდობს. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც დეპუტატი ბეჟან ხურციძე უმრავლესობიდან გარიცხეს, უმრავლესობის გარეთ 24 დეპუტატი რჩება, რომლის ნახევარი 12-ია. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობის არსებობისთვის 13 დეპუტატის ყოფნა საჭირო. დღევანდელ უმცირესობაში კი მხოლოდ 12 დეპუტატი დარჩა. უმცირესობის შენარჩუნებას ცდილობს ფრაქცია ქრისტიან დემოკრატები. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებს მართავენ და არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩნდეს. თუმცა ლევან ვეფხვაძე მათ ვინაობას არ ასახელებს. სახეზე გვაქვს ივანიშვილის და სააკაშვილის პირდაპირ შეთქმულება ქრისტიან დემოკრატების წინააღმდეგ. ჯერ ერთი ადამიანი ცდილობს ფულით მოისყიდოს უმცირესობის წევრები, რომ უმცირესობა დაიშალოს, მეორე ადამიანი ნაციონალური მოძრაობის სახით, მეორე მხარე ხელოვნურად ქმნის პრობლემებს, რეგლამენტით გათვალისწინებულ პრობლემებს და რიცხავს თავის წევრებს. იცით რა არის, ამ შემთხვევაში ნათელია ორივეს მიზანი, იმიტომ რომ კონცეფცია, რომელიც ივანიშვილმა შემოგთავაზა, ეს არის შუა უნდა გაიკრიბოს, აიტაცა სააკაშვილმა, იმიტომ რომ პარლამენტში მოსვლის დროს მას ძალიან ცუდად ახსოვს წინა მისი მოსვლა, როცა გიორგი თარგამაძე მას პირდაპირ დასდო ბრალი ელიტური კორუფციის პირამიდის სათავეში ყოფნა და როგორც ჩანს აღარ უნდა მსგავსი ტიპის ცხარე დებატების და მის შესახებ და მისი გუნდის შესახებ სიმართლის მოსმენა. ოპოზიციური ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის კი უმრავლესობის რიგებიდან გარიცხულ ხურციძეს მის შემადგენლობაში გაერთიანებას თავაზობს. ფრაქციის 7 წევრიდან 5 უპარტიოა, ასე რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ხურციძეს მათთან გაწევრიანებით რომელიმე პარტიაში შესვლას არ დაავალდებულებენ. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა აგონიაშია, დასტურდება იმ მათი სპონტანური მოქმედებებიდან, რომელიც გამოხატული იყო ბატონი ბეჟან ხურციძის მიმართ. უნდა გითხრათ, რომ ბატონი ბეჟანი არის 4 მოწვევის დეპუტატი. არსებობს კონკრეტული გარემოებებიც, რის გამოც ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის კარს უღებს ბატონ ბეჟან ხურციძეს, თუ კი მისგან იქნება ასეთი სურვილი, კერძოდ ის, რომ იგი არის ერთგული ძირითადი ფუნდამენტალური ღირებულებებისადმი, რომელიც გამოიხატებოდა იმ ინიცირებებში, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ადგილი უმრავლესობის მხრიდან, გულისხმობ ორგანულ კანონს, საარჩევნო კოდექსს, გულისხმობ რელიგიურ დენომინაციების შესახებ კანონს, რომლითაც სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონს. ამ სამივე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას ფაქტიურად უარი უთხრა, ხარი დაეჭირა ბატონმა ბეჟან ხურციძემ. ფაქტიურად დღეის მდგომარეობით უმცირესობა არის დაშლილი. ამ გარემოებების შესახებ პირველივე პლენარულ სხდომაზე წესებისა და პროცედურების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა უნდა გააკეთოს განცხადება. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ორ შაბათს ბიუროს სხდომაზე უკვე გაკეთდება შესაბამისი განცხადებები, სადაც ნათელი გახდება. იშლება თუ ნარჩუნდება უმცირესობა გარკვეული манипуляციების ხარჯზე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს უმრავლესობის მხრიდან გარკვეულ კონტრიბუციასთან, კონკრეტული რესურსის გადანერგვით, ანუ ადამიანების გადაყვანით ერთი ფრაქციიდან მეორე ფრაქციაში.
ვანის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟენ ხურციძის უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა თავად დეპუტატი მაესტროსთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არავის უცნობებია. როგორც ხურციძე აღნიშნავს, ასევე უცნობია დეტალები დიმიტრი ლორთქიფანიძის შეთავაზების შესახებ. ვანის მაჟორიტარი ამ ეტაპზე კომენტარებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ის მზად არის მაესტროს კითხვებს უპასუხოს. უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის განმარტებით კი უკანასკნელი 1 წელია ბეჟენ ხურციძე არ ყოფილა ჩართული არც ერთ აქტივობაში, რომელიც საპარლამენტო მუშაობას უკავშირდება. კუბლაშვილი ასევე დასცეს, რომ ბეჟენ ხურციძის უმრავლესობის რიგებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დასრულებულია, ხოლო ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად საპარლამენტო უმრავლესობის ხდომაზე გაფორმდება, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ვალერი გელბახიანს თავდებში უდგებიან. მათი განცხადებით, გელბახიანის წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიების გატარების ერთადერთი მიზეზი მისი საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობა იყო. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი უკვე 4 წელზე მეტია ემიგრაციაში იმყოფება, მას ბრალად ქვეყნის შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა ედება. მან საქართველოში დაბრუნების სრული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოთქვა. მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით ნათელი არის, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამასთანავე მას აქვს ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობა, აბუნტყოფი დედა, ჰუმანური ადამიანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასევე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩვენი ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატების, არამედ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის შუამდგომლობა საკმარისი საფუძველი არის საიმისოთ, რომ სასამართლო დარწმუნდეს, რომ არ ემუქრება ვალერი გელბახიანის საქართველოში ჩამოსვლისა და აღკვეთი ღონისძიების შეცვლის კვალობაზე რაიმე საფრთხე გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ვიცი ბრალდების არსი და ასე ვაცნობიერებ იმას, რომ ყველა თავმჯდომარეს, ვინც უდგებით თავმჯდომობაში ბატონ ვალერი გელბახიანს, შეგვიძლია დაგვეკისროს ჯარიმა, თუ ვალერი გელბახიანი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას. როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ და ავიღებთ ვალდებულებას, მე და პარლამენტის წევრები ვალერი გელბახიანის გამოცხადებაზე, შეიქმნება დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, შემდეგ აღნიშნულის შემდეგ მისმა ადვოკატმა ბატონმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც მე გუშინ ვესაუბრე, უნდა მიმართოს საქალაქო სასამართლოს, ანუ გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და მოითხოვოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოდვის მონანიებისა და სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წმინდა ეკლესია მრევლს დიდი მარხვისთვის ამზადებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კათოლიკოს პატრიარქი 16 თებერვალს სასულიერო პირთა დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრება. ჩვენ წმინდა ეკლესია გვამზადებს უკვე დიდი მარხვისათვის. წარსული პირა იყო მეზვერესი და ფარისეველის, ეს პირა არის უძღებიშვილის. ადამიანი ურთულესი ქმნილება ღვთისა. ადამიანი შექმნილია ხატა და მსგავსად ღვთისა. მაგრამ ამავე დროს ის ეცემა და უფალი მიდის და აყენებს მას, რომ გაღრძელოს ეს ცხოვრების გზა. როცა ადამიანი ეცემა, როცა ადამიანი ვარდება ცოდვაში, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ცოდვით, იგი არ უნდა დატკბეს ცოდვით, არამედ ცოდვა უნდა ზულდეს მას. სამშაბათს საღამოს იქნება ლოცვა და ოთხშაბათს იქნება წირვა, საზეიმო წირვა, რომელსაც მე თვითონ შევასრულებ. და მე ასევე მინდა გითხრათ, მოგახსენოთ, რომ ხუთშაბათს
დიდი დელეგაცია მიდის იერუსალიმში და მეც მივდივარ. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ დასწერეთ თქვენი მოსახსენებლები და იერუსალიმში მოიხსენებთ თქვენ სახლობლებს და თქვენ თვითონ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეიდან უძღებიშვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვას წინ ყველიერის კვირა უძღვის, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ. აღდგომის მარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილს უფლის აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. დღეს გახლავთ უძღებიშვილის კვირა. ეს კვირა არის ოთხშაბათ პარასკევი მარხვის დღე, როგორც ყოველთვის მსმენელთა საყურადღებოდ და უკვე შემდეგ შაბათს ხორცელის შაბათი, მიცვალებულთა ახსენების დღე და შემდეგ კვირა უკვე ხორცელის კვირა და მერე იწყება ყველიერის კვირა. ასე რომ ნელ-ნელა მორწმუნე მრევლი ემზადება დიდი მარხვის დასაწყისისათვის. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს არის ხსენება სამი დიდი მღვდელმთავრის, ვასილე დიდის, გრიგორი ღვთისმეტყველის და იონა მხრობელის მე-11 საუკუნეში ალექსი კომნენოსის დროს დიდი დაპირისპირება იყო კონსტანტინოპოლში, სწორედ იმისთვის, თუ რომელი იყო უფრო მეტი ამ მღვდელმთავართაგან და იოანე მიტროპოლიტს ევქაიდისას გამოუჩნდა სამი მღვდელმთავარი არათუ სიზმარში, არამედ ცხადლი და აუწყა მას, რომ სამივე ერთი ვართ და დიდნი ვართ ღვთის წინაშე და უბრძანა მას სამი მღვდელმთავარმა, რომ შეედგინა სპეციალური საგალობელი მსახურებისათვის და დაეწესებინა მათი მსახურების დღე. სოციალურ ქსელსა და YouTube-ზე ის ვიდეო კადრები გავრცელდა, რომელიც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალაჯიევას შტაბის შტურმით აღების შემდეგ არის გადაღებული. კადრებში ალაჯიევა უგონო მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, ცხინვალის ოპოზიციის ლიდერის ჯიევას შტაბზე 9 იანვარს ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა შტურმი განახორციელეს, რის შემდეგაც ალაჯიევა შეუძლოდ გახდა. ის ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოახავსეს. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ექიმი და მსახიობი გოგა ფიფია გარდაიცვალა. მან მთავარი და მაყურებლისთვის საყვარელი როლები შეასრულა ფილმებში მზიური, როცა აყვავდა ნუში და მშვიდობიანი დღეები. გოგა ფიფია წლების განმავლობაში თბილისის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა. ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან დღეს 2 წელი შესრულდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა 2010 წლის 12 თებერვალს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და ლითონის კონსტრუქცია შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებით იმ ქუჩას, სადაც ქართველი სპორტსმენი ცხოვრობდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი ეწოდა. ნორხების მოსახლეობა 4 დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ეს პრობლემა უკვე წლებია აწუხებთ. მათივე თქმით, უკვე მიმართეს ყველა სათანადო უწყებას, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. 4 დღე წყალი არ მოდის. სადღაც ჟონავდა, გავყევით მაგ წყალს, ბილიკიცავით და მივედით ერთ ადგილზე შევჩერდით. ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, სანამ დაუძახეთ, დავაკეთინეთ წყალი, რომ სახში ეზოში ეხლას მიხვალთ და ნახავთ რა დღეშია ეზო. ცენტრალური გვაინტერესებს, ვის ეკუთვნის, ამ ოჯახს ეკუთვნის, გააკეთოს თუ ეკუთვნის წყალკანალს. მთავრობა ვიხდით თითოსულზე 3 ლარს და 15-ს. ჩვენ ან ჩვენი სახსრებით რატო უნდა გავაკეთოთ? აი ეს გვაინტერესებს. გაგვარკვიონ. ან როგორ უნდა გავჩერდეთ 4 და 5 დღე და 1 კვირა უწყლოდ.
საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, შეზღუდვები მოხსნილია უღელტეხილებზეც და ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია. თავისუფალია მოძრაობა თბილისის შემოვლით გზაზეც, კავშირი აღდგას სოფელ უდაბნოსთანაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება და 23 მარტამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს, მათ შორის უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც შეუძლია. სერტიფიცირებულ მასწავლებელს ხელფასზე დანამატი 75 ლარი ექნება, დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი 200 ლარი. ხოლო ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი ექნებათ. პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ. გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. ამ აქციის ფარგლებში ქრისტიან-დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იაშულის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სისხლი ჩააბარეს. სისხლის გაღებით ისინი წლინახევრის პაციენტს დაეხმარნენ, რომელსაც მწვავე ლეიკემია ჭირს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლინახევრის საბატყებუჩავას სამწუხაროდ აღმოაჩნდა მწვავე ლეიკემია. დღეს ჩვენ ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეღო უანგაროდ სისხლი ლეიკემიით დაავადებულთათვის. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა ჯანმრთელ ადამიანს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გაიღოს სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლის კომპონენტები ყოველდღიურად ესაჭიროებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ ნებისმიერ პაციენტს, ვინც იკეთებს გარკვეული სახის ოპერაციებს. ამიტომ პერიოდულად იქნება ხოლმე დეფიციტი და ყველა მოქალაქე, ვინც ჯანმრთელია და ვისაც შეუძლია გაიღოს სისხლი, ეს უნდა იყოს მისი პირადი მოვალეობა. ამიტომ დღევანდელი აქციაც ემსახურება ესეთ ერთგვარ დახმარებას და მადლობა ყველას, ვინც გაიღო დღეს სისხლი და დაეხმარა გაჭირებულ პაციენტებს. ჟურნალისტებს შორის ჭადრაკში გამარჯვებული კვირის პალისტრას წარმომადგენელი რამაზ გურგენიძე გახდა. შეჯებრი დღეს ჭადრაკის სასახლეში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირი გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის ნანა იოსელიანის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჟურნალისტებთან ერთად ტურნირში ერთმანეთს პროფესიონალი მოჭადრაკეებიც ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და ნანა იოსელიანის გარდამავალი თასი გადაეცათ. ჭადრაკს ძალიან ხშირად თამაშობ, მიყვარს, სასაკვირველია და ყოველთვის მონაწილეობ ამის გავს ტურნირებში. შაშანას მიიღო მონაწილეობა, შაშაძილას მიიღო მონაწილეობა. მაშინაც გავიმარჯვე და ძალიან მიხარია, რომ წელს სასწრაფოდ დავიცავი აი ამ ჟურნალისტებში წოდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს თარიღი აღვენიშნა და მივძღვენით მას ტურნირი, რომელშიც მისი მეგობრებებთან მონაწილეობას და ერთად ტურნირი შედგება ჟურნალისტებს შორის. დღევანდელი დღეს განსაკუთრებულია ქართული და მსოფლიო ჭადრაკისათვის, რადგან ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის 50 წლის გახდა ნანა იოსელიანი. ბევრი დიდი წარმატება უკავშირდება ამ სახელს. მე გამოყოფთი 2 მათგანს მსოფლიო ჩემპიონატის საზონათაშორისო ტურნირი, სადაც ნანამ 13 პარტია მოიგო 3 ყაიმი და ფიშერის რეკორდი გაუმჯობესა. სწორედ ამ ტურნირის შემდეგ გაჩნდა 17 წლის ნანა იოსელიანის პირველი ფოტო გამოჩნდა ამერიკულ საჭადრაკო ჟურნალში. ძალიან კარგია, რომ ამ სახის ტურნირები იმართება. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს საშუალება გვეძლევა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ არა მარტო საქმის კეთებაში, არამედ სპორტში.